ვიღაცა მეკითხებოდა ვარჯიშის ის გითხარიო, სპლიტი მითხარიო და რაღაცაო რა. კვირაში 4 დღე ვარჯიშობ და ეგრე მაგ გადანაწილებული რომ ანუ დიდი კუნთების გარშემო მაგ დღეები რა, ანუ მაგალითად ეგრე ვარჯიშობ რა. 4 დღე მაგ და პირველი დღე მაგ, ესე იგი, ზურგი, მხრები და პრესი. მაგას ვაკეთებ მარტო პირველ დღეს, ანუ დელტას ვარჯიშობ, ისევ რა ქვია, უმსხვილესი კუნთი რო არის ზურგზე, შირაჩაიშა ექვია ქართულად არ ვიცი რაც არის. მხრების ვარჯიშები, ანუ განტელებით, განტელებით დანარჩენს არ მირჩევნია რომ განტელებით ვაკეთო რა. და პრესის 1-2-3 ან პლანკას სავარაუდოდ, ან ქვედა აზიდვები. ეგ პირველი დღე, მეორე დღეს ვარჯიშობ ხელებს, ანუ ეგ არის ხელები და მკერდი ძირითადი, ეს მაგის მიდამოები რაც არის რა. ანუ ვაკეთებ ბიცეპსი, ტრიცეპსი და დანარჩენი ყველაფერი რაც ხელს იმაშვება 1-3-4 ვარჯიში და მკერდზე ვაკეთებ ძირითადად ანუ 45 გრადუსზე ჰანტელების აზიდვები, ბოლომდე ანუ დაწოლილზე იმაშვები რა ქვია ჰანტელების აზიდვები და კიდე ერთი ძალიან კაი ვარჯიში არის იმენა ზედა მკერდისთვის, ანუ 45 გრადუსიანზე ესე გადაწვევები. 2 ჰანტელს აიღებ, ერთმანეთს შეატყუპებ ესე და მოკლე იმით, ამას აკეთებ და იმენა კონკრეტულად მკერდის ზედა ნაწილი მუშაობს და ისე მტკიოდა წინა ვარჯიშის მერე რომ იდეალურია. ასევე ტრიცეპსის ვარჯიშები როუფზე ადრე ვაკეთებდი ამებს, ფულდაუნებს რა. ანუ ამას რა. და ეგ არ არის იმდენად ეფექტური ტრიცეპსისთვის, რატო გეტყვით რა, ანუ ეგ აღმოვაჩინე. იმიტომ რომ როდესაც თქვათ მე ხა ვაკეთებ 25-30 კილოზე მაგას რა, ისიც ანუ 30 კილოზე უკვე მენძრევა რა. და დაჟე 25-ზეც მე-1000-ს მერე უკვე ვეღარ ვაკეთებ და როდესაც იღლები ტრიცეპსი რო გეღლება, თლიან ანუ მხარსაც აყოლებ, ბიცეპსაც აყოლებ და მთელი ტანით აწვევი რა, უკვე და აღარ მუშაობს, ანუ იპარავს დატვირთვას, უკვე სხვა რაღაცეები, ანუ ტრიცეპსი არ მუშაობს სწორედ, ანუ მაგ შემთხვევაში რა უნდა ხნა, მაგ კროსოვერზე, სადაც ამას აკეთებ, უნდა დადგე ზურგით, უნდა მიეღრნო ზურგის ქვედა ნაწილით, გადაიხარო წინ და თავის ზემოთ აიღო როუფი და წინ უნდა გაშალო ესე როუფით. და ბოლო, ანუ როცა გაშლი უკვე ხელს, მაგ დროს ეს უნდა ქნა ხელით რა. ესე უნდა წამოიღო, რომ კიდე უფრო მაქსიმალური დატვირთვა მისცე მაგაზე რა. ანუ მაგებს ვაკეთებ და იმენა ჩემი კარგი მოუტყან, ტელეფონს ვერ ვაერთებდი, მე ისე მტკიოდა ხელები, რომ ტელეფონს ვეღარ ვაერთებდი, იმაზე დამტენზე რა. არა, ლონგჰედის ვარჯიში არ არის, ეგ არის კონკრეტულად ტრიცეპსის, ამის ვარჯიშია, ანუ ამის ვარჯიშია რა. და თლიანი დატვირთვა ამაზე მიდის რა. კიდე რა, ეგ მეორე დღე არის, მესამე დღე მაქვს leg day იმენა, leg day-ის მერე იხედავთ უკვე ბოლო 3 დღე ახლა ვსტრიმავ, 3-ვე დღე ფეხზე ვერ დგები თუ დამაკვირდით, ისე მტკივა ფეხები. ანუ იმენა hard ვარჯიშებს ვაკეთებ, კუნთებს ვკლავ იმენა რა. კუნთები თუ არ მეორე დღეს კი არა, იმავე დღეს უნდა გათიშო კუნთი რა, ისე უნდა გათიშო კუნთი, რომ ვეღარ ქნა. დაჟე მინიმალური წონაც ვერ აწიო და მეორე დღეს მაგრა უნდა აქტივდეს რა. ეგ არის სწორი რა, მიდგომა. ოღონდ ზედმეტად არ უნდა მოინდომო, რომ სახსრები და მყესები არ უნდა აქტივდეს რა. მე მტკივდება ჯერ, იმიტომ რომ ჯერ მაინც 2 თვეა რაც ვარჯიშობ, მესამე თვე დაიწყო იდეაში რაც ვარჯიშობ და იმაშვება რა ქვია, ვეჩვევი ჯერ მაგ ყველაფერს, მაგრამ უკვე ანუ ხელებზევე მეტყობა, რომ ვახშენი. ხელებზევე მეტყობა, რომ შედეგი მაქვს უკვე რა. ანუ თვითონ ფორმა ხელის. ეს არ მქონდა ეს ყველაფერი. Even though ამაზე ჯერ ამეებზე და რაღაცეებზე ჯერ ვარჯიშებს არ ვაკეთებ, უკვე ავტომატურად თავისით სხვა ვარჯიშებიდან მოდის ეს ყველაფერი რა, რელიეფი. So yeah. ხო, აღდგენას როცა იწყებს და უნდა დააცადო. ეხლა მაგალითად დღეს გუშინ წინ ვივარჯიშე, გუშინ ვისვენებდი, დღეს უნდა მივსულიყავი. ნუ, იდეაში უკვე გუშინ, მაგრამ არ მივედი, იმიტომ რომ ძალიან მტკიოდა და ნუ კარდიო მიწევს ეხლა და მესამე დღე მაქვს, ესე იგი ფეხების დღე. რეიფს ვაკეთებ და ანუ ამ აზიდვებს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ხერხემალს აწვება და ჯერ მინდა რომ ცოტა მოვიხოდო და მერე დავიწყო. ეგენი უკვე ჯერ მარტო იზოლირებულად ფეხებზე ვაკეთებ და კაროჩე, გახურებისთვის ვაყენებ 40 კილოს,
leg press-ზე და მე გადავდივარ 80-100 კილო ეგრე ვაკეთებ, ანუ გადაზედმეტება და რაღაცა არ მინდა. ანუ შემიძლია 120-იც, 140-იც და 160-საც შევძლებ, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ კაი და ფეხები მაქვს ყველაზე ნავარჯიშები. მარა გარისკვა არ მინდა, ხო აზე ხარ, რამე არ დავიზიანო და ჯერ ნელ-ნელა ვაპარებ და რაღაც. ნუ 80-100 აი იმაში ვარ რა. მერე შემდეგს რასაც ვაკეთებ არის არ მახსოვს რა ქვია მაგას, მაგრამ ჰანტელებს რო იღებ ხელში და წინ ნაბიჯს რო დგავ და მეორე უკანა ფეხი რო თითქმის უნდა დაწიო იატაკამდე და მერე უკან დაბრუნდე და მერე შემდეგი ფეხი ეგრე რა. და რო ცვლი და 3 სეტი 12 ჯერ რა. ეგ ყველაზე დამღლელი ვარჯიშია, იმიტომ რომ მთლიანად ფეხები მუშაობს მაგაში და ძალიან კარგია ეგ. მაგის შემდეგ ვაკეთებ, ესე იგი leg extensions. 45-50 კილო მაქვს extensions-ზე და curl-ებზეც 45-50 კილო რა, გააჩნია როგორ თუ უგრძნობ რო უკვე მყესები მეჭიმება ამტკივდება, ვჩერდები. და calf rise-ებს ვაკეთებ, აი იმენა ქვედა ფეხის კუნთის დამავიწყდა რაც ქვია რა, ქვედა მაგებზე ხურდები 55 კილოზე და სადღაც 70-80-ზე ვაკეთებ, მაგაზე მეც არ ურისკავ, იმიტომ რომ ერთხელ 120-ზე გავაკეთე და მე ერთი კვირა ვერ დავდიოდი. ხო და ხო ეხლაც მტკივა, მაგრამ ეხლა იმდენად არ მტკივა, ანუ ვაპარებ ნელ-ნელა რა. ხო, ცალფეხზე რო არის ბუქნები ეგენი რა. ბუქნები რა, ანუ აი ესე რო იღებ ჰანტელებს და ერთი ნაბიჯი წინ და აი იხრები მერე დგები უკან რა. ეგენი. და მეოთხე დღე კარდიო რა, 1 საათი იმაზე რა ქვია სარბენ ბილიგზე დახრას ვაყენებ 10 გრადუსიდან 12 გრადუსამდე და 5 ნახევრით ან დავდივარ, ან თუ ხასიათზე ვარ დავრბივარ, რა თუ ფეხები არ მტკივა leg day-ის მერე. და ეგრე კრუგზე რა. Yep. ხო, ლანჯები ქვია. Dumbbell lunges თუ რაღაც. ბიჭო, კარდიო როგორ არ მჭირდება, ვზივარსო. რას ლაპარაკობ, როგორ არ მჭირდება კარდიო. კარდიო ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სისხლის მიმოქცევა უნდა აღადგინო ხოლმე ვარჯიშების მერე რა და შენ თუ კარდიოს გარეშე ვარჯიშობ, ისეც თემა არის რა, რამე არ დაგემართოს მაინც ხოზე ხარ. უნდა გეწეოდეს ორგანიზმი მაგ დანარჩენ ყველაფერში რა. ხო, ჯანმრთელობისთვის ყველანაირად კაია რა, დაჟე რომ გჭირდება, არ გჭირდება, წონაზეც არ არის რა, ანუ ზოგადად ჯანმრთელობისთვის კაია რა. დააყენე მანქანა იარე ფეხით ყველგან, ეგრეც არ არის რავი, აი თუ წასასვლელი არ ვარ არსად. აი რავი, მე შეიძლება ერთი კვირა ვაფშე არსად წასასვლელი არ ვიყო და ანუ სახში ვაკეთო კარდიო, როგორ უნდა გავაკეთო სახში კარდიო. მანქანით დღისით ისედაც არ დავდივარ, ისეთ საწობებია, მაგის დედაც ვატირე. ხო და ნუ კაროჩე ხომ მივხვდით. კაროჩე ეგეთი თემა არის. ის მისწორდება რომ უკვე მეტყობა, თან საკაიფოდ მეტყობა იმასთან შედარებით, რაც ვიყო. მე ის მინდა რა ქვია, ცოტა sleeper build.